პირველი და ყველაზე მთავარი უფლის მცნება. და ვინ თუ არა წმინდა გიორგიმ შეასრულა ეს მცნება სრულიად. და გაწირა თავისი თავი თქვენიც. არაფერი არ აკლდა. დიდარი ოჯახიდან იყო თქვენიც და რა. ყველაფერი მონები ყავდა, მიწები, ყველაფერი აბსოლუტურად რა. თანამდებობა, რა თანამდებობა იყო? თვითონ იმპერატორის დაცვის უფროსი იყო. მიუხედავად თავისი ასაკისა, იმპერატორმა ძალიან აფასებდა მის სიმამაცეს. აფასებდა, იმიტომაც დანიშნა ასეთ საპასუხებლო თანამდებობაზე, ხო? მოვიცნეს ყველაფერი. მაგრამ როცა საქმეზე მოვიდა და ან უნდა იფიქრო თანამდებობაზე, ეთილდღეობაზე, ანდა რჯულზე და ქრისტეზე და რჯულზე, მანდ უკვე იცით, ადამიანი უკვე წმინდანი ირჩევს პირველსა, თავარსა, ღმერთი და სარწმუნოება რა. ეს არის მთავარი. ისე ყველაფერი აკავრი, იმიტომ იწერ წარმავალია, ხო? თანამდებობები, სიმდიდრე, ყველაფერი იქ არავინ არ წაიღებს რა. არაფერს რა. ერთადერთი შენი რწმენა და კეთილი საქმეები. ამიტომაც წმინდა გიორგი მაირჩია ეს გზა. გადაიტანა ყველა წამება და გაიმარჯვა მტერზე რა. გაიმარჯვა მტერზე. ამიტომაც ყოველთვის წმინდა გიორგის ხატზე ესე გამოსხორხო, როგორ თრგუნავს ამ გველეშაპს, ხო? ანუ ბოროტებას რა. და ყველა ქრისტიანი წმინდანი თრგუნავს ბოროტებას, იმარჯვებს ბოროტებაზე რა. შეიძლება ფიზიკურად ის ხდება და ბოლოს თქვენ იცით, რომ წმინდა გიორგისაც რომ მოკვეთეს თავი. და სხვა უამრავ წმინდანებს, ხო? მაგრამ ამით გაიმარჯვენ არა. წმინდანმა გაიმარჯვა. წმინდანმა გაიმარჯვა, იმიტომ რომ აქ სუკოლანი აქ ჩვენ დროებით ვარ. ვინცა ვართ რა, ეს ხუჩა გამ. აქ სუკოლანი ჩვენ ვარ დროებით. ყველანი უნდა წარსდეთ ცნის წინაშე. მაგრამ აქ ერთი რამეა მთავარი, რაც სათქმელია, ჩემო კარგება რომ აი ძალიან გავს დღევანდელი საქართველოს მდგომარეობა, აი წმინდა გიორგის მაშინდელი მდგომარეობაც. როგორც იყო დაჭრილი განაწილებული მისი სხეული, ასეთ მდგომარეობაში არის საქართველო და მე პირდაპირ გეუბნებით, უფრო კიდე დიდი ჭრილობები და უფრო დიდი უბედურებები ელოდება საქართველოს. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ეს მოხდება, ჩემო კარგებო. თქვენ იცით, რამდენი წელი მე აქ ვარ, თითქმის პირველი წლიდან რაც მოვიდე, ყველამ ვამბობ. მზად იყავით, იქნება ომი, იქნება უბედურება და დიდი ამბავები რა. ამიტომ საქართველოს კიდე ელოდება დიდი განსაზრდელები რა. დიდი განსაზრდელები და უბედურებები რა. მაგრამ ცით ერთი რამე უნდა ვთქვათ მაშინ აუცილებლად რა. როგორც წმინდა გიორგი ნაწამები იყო და მათ შორის ბორბალზე ნაწამები და მთელი სხეული იყო, აი ესე დაჭრილი, დასისლებული. მაგრამ როგორც სასწაულებრივად აღდგა სახსალამათი, აი ესე აღდგება ამ ომების და უბედურებების მერე საქართველო. აღდგება, გამთლიანდება, აფხაზეთი და ეს კი არა სამაჯაბლო, ჩვენი ძირძველ მიწებსაც დავაბრუნეთ, დაუკლარჯეთსაც. ეს დრო მოდის და ეს დრო ახლოვდება, ჩემო კარგებო. ეს არ იქნება 10-20 წლის მერე. არა, ახლოვდება ეს დრო. მეფეც გვეყოლება, მართლმადიდებელი და ყველაფერი რა. მაგრამ ისე ვეუბნებით, აი ესე ლანგარზე არავინ არ მოგვაწოდებს ამ გამარჯვებას ჩვენ. ჯერ მტერზე აქ უნდა გავიმარჯვოთ და მტერი არის თქვენი ცდეს გადაგვარება და უზნეობა. თავარი ჩვენი მტერი არის უზნეო ცხოვრება და გადაგვარება. ანუ ის, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ხედავთ ტელეარხებზე და ყველაფერი. მარტო გარყვნილება, მარტო შიშველი ქალები, ან ნახევრად შიშველი ქალები და უზნეობა და უზნეობა რა. და ესე აუტანლობა ერთმანეთისა და ყველაფერი რა. ამიტომ სწორედ რომ ამიტომ დაუშვებს უფალი მოვლენების ძალიან ესეთი ცუდ განვითარებას. რათა ესეთი